ისლამური რეჟიმი დაფიქრდა. ისრაელი აღიქვამს ირანს ეგზისტენციურ საფრთხედ. ირანის ხალხზე არავინ ლაპარაკობს. ალი ხამენეი აპირებს გაქცევას. ირანის წილი მსოფლიო დათვობთ ვაჭრობაში შეადგენს რაღაცა 1.7% არის სულ. გამარჯობა, დღეს ჩვენი ყოველკვირეული მიმოხილვის მე-13 ეპიზოდს უყურებთ. ცხადია ჩვენი თემა, სასაუბრო თემა იქნება ირანი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი. როგორც იცით, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შესაბამისად, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე, რომელთან ერთადაც შევეცდებით გავაანალიზოთ ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზები, ისტორიულადაც მიმოვიხილოთ და მხოლოდ დღევანდელობაზე არ გავაკეთოთ აქცენტები. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ამ კონფლიქტში ისტორიული ასპექტების გამოკვლევა. თავიდან დათო დაიწყებს და მეც შევეცდები, რომ გავშალოთ უფრო თემა. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ დავგთანხმდით ინტერვიუზე. როგორც ნათიამ აღნიშნა, კარგი იქნება და ოპტიმალური თუ დავიწყებთ ცოტა შორიდან და 50-იანი წლების საწყისი პერიოდიდან, უფრო კონკრეტულად მოსადეყის მმართველობა, რომ ესე ვთქვათ, განუმარტოთ ჩვენს მაყურებლებს და უთხრათ, რა ხდებოდა ირანში 51-დან 53 წლების პერიოდამდე, რატომ არ მოეწონა დასავლეთს შედარებით სეკულარული, უფრო მემარცხენე იდეების მქონე მოსადეყის მმართველობა ირანში და რატომ მოხდა 1953 წელს აი ამ ესე ვთქვათ მმართველობის დამხობა და მოკლედ როგორ უყურებდა აი ამ პროცესს ისრაელი, ესეც საინტერესო იქნება რომ ვთქვათ. მოგესალმებით. მოსადეყის ისტორიით დავიწყოთ. მოსადეყის ისტორია ალბათ ცოტა იდაპირი გზით ალბათ პასუხობს შეესატყვისება დღევანდელ სიტუაციას, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით, რომ სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ირანში ანტიდასავლური განწყობები. პირველ რიგში ალბათ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვათ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა და დიდი ბრიტანეთის ინტერვენციის შედეგად გადადგა შაჰი რეზა ფახლავი და ტახტი დაიკავა მისმა მემკვიდრემ მოჰამად რეზა ფახლავიმ და პრინციპში მოსადეყის ასე ვთქვათ გადაყენებამდე სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებამდე ის არ იყო ძლიერი ფიგურა რეალურად და უფრო სხვა ძალები, სხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ წინ წამოწეული ირანში. პრინციპში სამი ძალა შეიძლება ჩამოყალიბდეს, ერთი ნაციონალისტები, რომელთაც სათავეში შემდეგ მოსადეყი ჩაუდგა, მეორე ძალა ეს იყო სასულიერო წოდება, ყოველთვის ასე ვთქვათ, ძლიერი ზეგავლენის მქონე ირანში და მესამე ძალა იყვნენ სწორედ მემარცხენეები, რომელთანაც დავარქვათ ასე, ძირითადად თუდეს კომუნისტური პარტიის მიმდევრები, რომელთანაც ასე ვთქვათ, მოსადეყს დავარქვათ ასე ნელთბილი ურთიერთობები ჰქონდა. მოსადეყის მიერ ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაცია პრინციპში ეს იყო გარკვეულწილად შეიძლება დავარქვათ, რომ გადაუვალი ნაბიჯი ადეთუგვიანეს მოხდებოდა, თუმცა ძალიან გამომდინარე იქედანო თავისი ასე ვთქვათ წიაღისეულისგან შემოსავლებს ძალიან მცირეს თუ იღებდა ირანი და absolutely უმრავლესობა დიდი ბრიტანეთის
დიდ ბრიტანეთის საკუთრება ხდებოდა. მოსადებმა ნაციონალიზაცია გამოაცხადა, ამას დიდი შეხლა შემოხლა მოხდა, დიდი დაპირისპირება დიდ ბრიტანეთსა და ირანს შორის ამასთანავე მოსადეგის საკმაოდ პოპულარობის დარჩა იმასაც გავიხსენებ მაგალითად 1951 წელს ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად დაასახელა მოსადეღი და პრინციპში შემუშავდა მოსადეღის ასე ვთქვათ ხელისუფლებიდან ჩამოშორების იდეა ეს ოპერაციაც მომზადდა, რომლის წინააღმდეგაც წავიდა პრეზიდენტი ტრუმენი, თუმცა 1952 წლის ბიძოლის არჩევნებში გაიმარჯვა ეიზენჰაუერმა და ეიზენჰაუერმა ამ ოპერაციას მწვანე შუქი აუნთო, რომელიც განხორციელდა უკვე 1953 წელს პრინციპში ორ ეტაპად. აქვე ერთი რაღაცა უნდა ხაზი გაუსვართო, მოსადეგის ექსპერიმენტმა ძალიან მძიმე სოციალური პრობლემები და ეკონომიკური პრობლემები შექმნა ირანში, მაგრამ ამასთანავე მოსადეგი იყო დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი, ის საკმაოდ შორის ასე ვთქვათ, დემოდან უყურებდა შაჰს, რომელსაც ასე ვთქვათ, დაბალი წარმომავლობის ადამიანად მიიჩნევდა. მოსადეგის წინააღმდეგაც იყო, ასე ვთქვათ, განწყობები არსებობდა, მაგრამ ხაზი უნდა გაუსვართო, ეს დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი იყო და მისი პარტია ეროვნული ფრონტი ხელისუფლების სათავეში მოვიდა სწორედ დემოკრატიული არჩევნების შედეგად. ოპერაცია განხორციელდა ამერიკული ფულით, მაგრამ თვითონ ეს ჩამოგდების ოპერაცია განახორციელეს სწორედ ირანელებმა, მაგრამ აქვე ერთი ფაქტორი მინდა გამოვყო, რომ ესე ვთქვათ, ბარათაშვილიო გავიხსენოთ, თუნდაც ხომ არ ჩაივლის მაინც ეს განწირული სულისკვეთება. ირანის ნავთობის ნაციონალიზაცია არ გაუქმებულა, პირიქით 1955 წლისათვის კონსორციუმით შეიქმნა და ირანმა ერთ წელიწადში და 2 წელიწადში მიიღო ნავთობიდან უფრო მეტი შემოსავალი ვიდრე განვლილი 40 წლის მანძილზე. ხა თუ დავბრუნდებით საკუთრივ ისრაელის საკითხს, ისრაელის საკითხი არ იდგა, ასე ვთქვათ, ირანის წესრიგში, თუმცა გაეროში პირველია რეზოლუციების მიღების დროს, რომელიც შეეხებოდა პალესტინას, ისრაელმა მხარი დაუჭირა ირანმა სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ამას ეწოდებოდა უმცირესობის გეგმა, უმრავლესობის გეგმას მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი, მაგალითად ამერიკა და ასე შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ერთ სახელმწიფოში არსებობას პალესტინელი არაბებისა და ებრაელებისა. თუმცა გავიდა, ასე ვთქვათ, უმრავლესობის გეგმა. შემდგომ შაჰის მოღვაწეობაში ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ მისი მოღვაწეობის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ბუნებრივია, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისრაელი გადაიქცა ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, მოკავშირედ ირანისა და ირანიც ასევე იყო მოკავშირე ისრაელისა სპეცსამსახურების სავაკის, ცნობილი სავაკის შექმნაში მოსადმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მოსადის თეირანის ბიუროს ხელმძღვანელის აქ ნათქვამი, თქვათ, ეს არის 60 წლებს მეწვეული 70-იანის დასაწყისი, რომ ირანი შეერთებული შტატებისთვის წარმოადგენს შეერთებული შტატების შემდეგ წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეს ისრაელისა, ესეც საინტერესო, ძალიან ინტენსიური, ასე ვთქვათ, ურთიერთობები იყო, თუმცა ეს ყველაფერი დასრულდა ისლამური რევოლუციით
და მე ჩაგეჭრებით ბოდიში, მაინტერესებს აი თვითონ ამ შაჰის მმართველობის პერიოდში ზოგადად ირანელების ემანსიპაციაზე ბევრს საუბრობენ. რამდენად სიმართლესთან ახლოს იყო ის, რომ რეალურად აი რაღაც ვესტერნიზაცია მოხდა. თული კითხვა არის და ასე გიპასუხებდით მე რომ ესე იგი ურბანიზებული ფენების ემანსიპაცია საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, მაგრამ არაურბანიზებული არაურბანიზებული ფენების ძირითადად სასოფლო რეგიონებიდან გამოსული ადამიანების უფრო ასე ვთქვათ მათი ემანსიპაცია და ვესტერნიზაცია შედარებით ნაკლებად მოხდა. ერთ ფაქტორს გამოყო ფაქტს, რომ გასაგები იყოს შაჰმა 1963 წელს წამოიწყო რიგი რეფორმები, რომელიც მოინათლა თეთრი რევოლუციის, შაჰისა და ხალხის რევოლუციის სახელით და ეს ითვალისწინებდა შაჰის მფლობელობაში არსებული მიწების გლეხებისთვის გადაცემას, მართლაც ეს ვიტყოდ კარგი საქმე არის, მაგრამ მოხდა ისე, რომ მიწები გადასცეს, მაგრამ მიწის დამუშავებისთვის საშუალება არ იყო. და მან გამოიწვია რომ გლეხები მასობრივად ყიდნენ ამ მიწებს, ასე ვთქვათ, შემძლე მეზობლებზე, მემამულეები და მასობრივად გადმოდიოდნენ ქალაქებში საცხოვრებლად, ბიდონვილებს ქმნიდნენ, ასე ვთქვათ, და თითო სოფელი თავის მოლასთან ერთად სახლდებოდა. და ამ ქალაქების განსაკუთრებით თეირანის მოსახლეობის ძალიან სწრაფი ზრდა მოხდა 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან და სწორედ ეს ფენა შემდგომ ეს ტრადიციონალისტი კონსერვატორი ფენა შემდგომ გახდა ასე ვთქვათ ამ რევოლუციის დაწყებულა ისლამური რევოლუცია თავარი სახტენი ძალა. ხო ნუ აი მეორე მხრივ გამოდის რომ ეს 53 წელს მომხდარი გადატრიალებამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო უკვე 79 წელს, ხო? რაღაც ნელი მოქმედების ბომბივით იყო ჩადებული, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც ახსენეთ რომ ეს იყო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მოსადეყის და ესე ვთქვათ გარედან ინტერვენციამ განაპირობა პრინციპში ის ისტორიული დინამიკა, რაც შემდეგ მივიღეთ. კი ბატონო, ესე იგი კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ გარედან ინტერვენცია ამ შემთხვევაში იყო ფინანსური დახმარება, მომზადება, ასე ვთქვათ, გადატრიალებისა, რომელიც ირანელებმა განახორციელეს საკუთრებად, მაგრამ აქ მოხდა სხვა მოვლენა, რომ ვთქვათ, აი ეს ასე ვთქვათ, ნაციონალისტური ტენდენციები, ასე ვთქვათ, ცოტა განწყობები, თანდათანობით მოხდა ამ ნაციონალური განწყობების ჩანაცვლება უფრო ისლამისტური განწყობებით. ასე ვთქვათ, ფრუსტრაცია გარკვეულწილად გამოიწვია მარცხმა და მართლაც ისლამისტები უკვე მე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში საერო ისლამისტებზე, რომლებიც ძალიან ძლიერები იყვნენ და მიზეზთა გამო ვთქვათ, საერო ისლამისტებიც კი ჩამოიშორა შემდგომ გაბატონებულმა სასულიერო ფენამ. უფრო გადაიხარნენ ისლამისკენ და მეორე მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ვთქვათ, 1953 წლამდე თუ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პირდაპირ ვიტყვით ეს აღქმული იყო როგორც ყოფილი კოლონია, ასე ვთქვათ და სხვა შორის იგივე ამერიკელებს 10-იან, 20-იან, 30-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის დროსაც ბევრი სიკეთე აქვს ძალიან გაკეთებული ირანში, ყოველგვარი მონაგაზზე და სარგებელზე ზურვის გარეშე. აი ანტიამერიკული გრძნობები თანდათანობით აი ამის შემდეგ გახვივდა, მაგრამ მეორე მხრივ შაჰი იყო, ვთქვათ, ამერიკის
უპირობო მოკავშირე და მეტიც თქვათ ეს ნიქსონის დოქტრინას თუ გავიხსენებთ, რომელიც გულისხმობდა ვიეტნამში წარუმატებლობის შემდეგ პრობლემების გადაწყვეტას ამერიკის მოკავშირეების პროქსიების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აი ამ მხრივ შახი განსაკუთრებით დიდი პატივისცემით, ამერიკელთა დიდი პატივისცემით სარგებლობდა და პრინციპში შახი 70-იან წლებში უკვე პირველ ნახევარში და ცოტა შემდეგაც აკონტროლებდა სპარსეთის ყურეს და მას ყურის ჟანდარმსაც კი წოდებთ. და ესეთი სიტუაცია იყო ამ მეორე მხრივ კი აი უბრალოდ ერთი მომენტი, ერთი პერსპექტივაც რო შემოვიტანოთ. მე მსმენია ესეთი მოსაზრებაც, რომ თქვათ აიათოლების, ესე ვთქვათ, მმართველობის დამკვიდრება ირანში გამოიწვია იმანაც, რომ შაჰმა დაწნეხა სეკულარული ოპოზიცია იყო დაშლილი და აი ამ ძალაუფლების ვაკუუმმა გამოიწვია შემდეგ უკვე ისლამური ელფერის მიცემა და რაღაც ფანატიკური ელფერის მიცემა შემდგომ დროინდელი რეჟიმისთვის. ეხლა გეტყვით აქ იმდენი მოსაზრება იმის შესახებ თუ რატომ მოხდა ისლამური რევოლუცია, რომ ძალიან დავიბნევით ყველა, მაგრამ ძირითადად გამოვყოფ რას. პრინციპში ეს ოდესაც დაიწყო საპროტესტო მოძრაობა, პრინციპში საპროტესტო ტალღა, ძლიერი საპროტესტო ტალღა 78 წლიდან არის ძლიერი საპროტესტო ტალღა, ეს იყო უაღრესად ჭრელი ოპოზიცია, მაშინ ძალიან ბევრი სეკულარისტებიც იყვნენ, თქვათ, საერო ისლამისტებიც იყვნენ, ნაციონალისტები იყვნენ და სასულიერო ფენებით, სასულიერო წოდება ჩართული იყო. აქ იყო ერთი რა ეს მემარცხენეები იყვნენ ძალიან ბევრი, აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ, რომ შახის პოპულარობა დაეცა ძალიან, იმიტომ რომ შახს იზანის უზარმაზარი შემოსავლები ჰქონდა 74-75 წლებში დავთობიდან, რომელიც არაბული სამყაროს დავთობის ბოიკოტს ბუნებრივია ირანი არ შეუერთდა და უზარმაზარი შემოსავლები მიიღო და შახმა არა რაღაც სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე მიმართა ეს თანხები, არა ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადად გაუმჯობესებაზე, ისედაც არ იყო უკვე საკმაოდ ნორმალურ მდგომარეობაში იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა, არამედ პირველ რიგში სამხედრო სფეროში მიმართა. ამანაც გარკვეული უკმასყოფილება გამოიწვია. მეორე აი მნიშვნელოვანი მომენტი ასევე, რომ შახი ძალიან მძიმედ ავადი იყო ბოლო პერიოდში და მას რეალურად ეს კინის ხელით კონტროლი არ შეეძლებოდა, არ შეეძლო ვითარებას და კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ეს მოძრაობა დაიწყო, ქუჩაში გამოსულმა ხალხმა, მომიტინგეებმა იცოდნენ რა არ უნდოდათ. არ უნდოდათ შახი, მაგრამ არ იცოდნენ რა უნდოდათ. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეხლა თუ თქვათ, უფრო ღრმად შევალთ ამ პროცესებში და რო გავიგოთ, თქვათ, აი სასულიერო წოდებამ როგორ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და შემდეგ მთლიანად გაანადგურა ბევრად უფრო ხისტად და ბევრად უფრო დაუნდობლად, ვიდრე შახი ეპყრობოდა თავის ოპოზიციას, მთლიანად გაანადგურა ეს თუდე და ასე ვთქვათ, სხვა მოწინააღმდეგეებიც. საქმე ის არის, რომ პრინციპში არ იყო, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი ლიდერი ამ მოძრაობის, ეს ქარიზმატული ფიგურა იყო ასეთი საერო ისლამისტებს შორის ალი შარიათი, რომელიც გაუკვირველ ვითარებაში გარდაიცვალა 77 წელს და მეორე მომენტი აღმოჩნდა, რომ მანამდე პრინციპში არც თუ ისე პოპულარული აიათოლა ხომეინი აღმოჩნდა, რომ ეს ქარიზმატული ფიგურა, რომელიც განდევნილი იყო 64 წლიდან ირანში, ეს ფიგურა და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ეს ტრადიციულად ახასიათებდა სასულიერო ფენას, სასულიერო წოდებას. ეს პრივილეგია ყოველთვის ჰქონდა. ყველაზე ძლიერი იყო სასულიერო ფენა ფინანსურად. და ასევე ტრადიციონალისტ კონსერვატორს, ასე ვთქვათ, მოსახლეობაში ძლიერი ზეგავლენა ჰქონდა, იყო ეკონომიკურად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სასულიერო წოდების პრინციპში ხშირად თავს ვაზიდებ
ტერმინ სამუდელოებას, იმიტომ რომ ეს სამუდელოება არ არის ქრისტიანული გაგებით, ეს არის ხელდასხმული, ასე ვთქვათ, და მერი მომენტი არის აქ, მაგრამ ბაზარს ნუ წარმოვიდგენთ რაღაცა ეს და ადგილს, სადაც ყოველთვის ბაზარი არის მთელი სისტემა სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობათა, აი ბაზარშიც ძალიან ძლიერი პოზიციები ჰქონდა სასულიერო წოდებაც და თვითონაც წარმოადგენდა ბაზრის ნაწილს. ფინანსები ჰქონდა და აი ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ სწორედ საბოლოო ჯამში ამ რევოლუციას დაერქვა ისლამური სახელმწიფოს დაერქვა ისლამური რესპუბლიკა, თითქოს ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნება, ერთი მხრივ რელიგიური, აღმოსავლური, ისლამური და მეორე დასავლური კონცეფცია, რომაული რესპუბლიკა გაერთიანდა ამ სახელწოდებაში და სასულიერო წოდება გახდა ქვეყნის ახალი მმართველი, რომელმაც თითქოს და შიიზმიდან რომელსაც შიიზმის მიხედვით შექმნა სულიად რეალურად ახალი იდეოლოგია, რომელსაც მცირე აქვს კავშირი ტრადიციულ ისტორიულ შიიზმთან. ხო, აი მეორე მხრივ რამდენად იყო ეს ვესტერნიზაციის მომენტი, თქვათ ირანული საზოგადოებისთვის ბუნებრივი, ან იყო ეს მაგალითად ერთადერთი გზა განვითარებისა, ხო? ანუ ხო, ჩვენ უპირობოდ საუბრობთ იმაზე, რომ ვესტერნიზაცია აუცილებლად დადებითი მოვლენაა. შეიძლება ხა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ასეც არის, მაგრამ შეიძლება ირანული საზოგადოებისთვის, რომელიც თავისი თვითმყოფადი კულტურა აქვს, რა ვიცი, ათასობით წლოვანი კულტურა აქვს, მისთვის საერთოდაც არ იყო ეს ბუნებრივი პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა შახს რაღაცა დადებითი მიზნებიც ქონდა. შეიძლება ამანაც ხო არ გამოიწვია ის, რომ რადიკალური ისლამური აზრები თავისით წინ წამოიწია და განვითარდა. ეხლა გააჩნია ვესტერნიზაციაში აგვესმის, თქვათ, დემოკრატიზაცია თუ გვესმის ვესტერნიზაციაში, აი ეს მიზანი სულაც არ ყოფილა შახის მიზანი. ანუ თქვათ, პრინციპში ამ გაგებით მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია ერთმანეთთან არ უნდა გავაიგებოთ, ასე ვთქვათ. ვესტერნიზებული, ანუ ასე ვთქვათ, დასავლური ცხოვრების წესით ცხოვრობდა ირანის ურბანული ფენები, საშუალო კლასი და ასე შემდგომ. მაგრამ იყო წინააღმდეგობა და ძლიერი წინააღმდეგობა იყო ამის ყოველივე ამისა, ახსენდება ერთი ძალიან ცნობილი მოაზროვნე იყო, ასეთი ჯალალ აჰმადი, საინტერესო პიროვნება, რომელიც თავიდან კომუნისტური პარტიის წევრი იყო, საერთოდ ათეისტი იყო, შემდეგ ასე ვთქვათ, რელიგიაში გადავა და უფრო და დაწერა ძალიან ცნობილი წიგნი არის ყალბზადეგი, ასე ეწოდება, ანუ მედასავლეთეობა შეიძლება ასე ვთარგმნოთ, სადაც ის მიიჩნევდა, რომ ყველა პრობლემა, რაც იმდროინდელ 60-იანი წლების ირანს ჰქონდა, სწორედ დასავლეთის ბრმა მიბაძვისგან მომდინარეობდა. ნუ ალე აჰმადი თან ესეთი ესე იგი დასავლურ კულტურას ზიარებული ადამიანი იყო, სარტრე ჰქონდა, კამიუ ჰქონდა თარგმნილის პასუხი და ასე შემდეგ. აი ესეთი ხედვა წარმოადგინა, რომ ესე ბრმად გადმოღება ყოველგვარ დასავლეთისა ეს ირანულობას კლავს და ეს ირანულობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი კი არის შიიტური ისლამი. აი ესეთი ხედვა იყო და ეს მისი წიგნი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ირანში და ნუ დღესაც ასე ვთქვათ საკმაოდ ისეთი წონიან ფიგურად მიიჩნევა, ასე ვთქვათ, მისი ნაზრები მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ისრაელზეც რო თქვათ რამდენიმე სიტყვა, ხო და პრინციპში რო გადავიდეთ, აი რევოლუციის შემდეგ, ხო, ისლამური რევოლუციის შემდეგ რატომ ხდება თქვათ რაღაცა იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური მტერი ამ ახალი რეჟიმისთვის ისრაელი და რაღაც თქვათ სატანური დასავლეთის ფორპოსტი, ხო? ანუ ხო, პრინციპში ხო, როგორ იწყება ეს კონფლიქტი, ამ კონფლიქტის ფორმირება როგორ იწყება? შეიძლება ასეც ითქვას, რომ ახალი რეჟიმი არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო ისრაელის მტერი.
არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ესე იგი ამ რეჟიმმა უარყო ყველაფერი ის, რაც შახის რეჟიმს ახასიათებდა, ასე ვთქვათ. თუმცა გეოპოლიტიკური ინტერესები იგივე დარჩა ბუნებრივია, ხო? სპარსეთის ხუზე უპირველეს ყოვლისა. ისრაელთან მიმართებაში ისრაელი თუ ვთქვათ, შეერთებული შტატები გამოცხადდა დიდ სატანად, საბჭოთა კავშირსაც იხსენიებდა სხვადასხვა სატანად. ისრაელი გამოცხადდა პატარა სატანად. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ასე ვთქვათ, იდეა, რასაც ეს რევოლუცია სასწორობდა და პირველი, ასე ვთქვათ, შემდეგ ბუნებრივია ეს დაივიწყეს, მაგრამ იყო რა, რომ ისლამური სამყაროს ერთიანობა და ისლამური რევოლუციის ექსპორტი. ანუ ყველა ქვეყანაში, მუსლიმურ ქვეყანაში უნდა განხორციელებულიყო, ასე ვთქვათ, ისლამური გარდაქმნები და ყველა ისლამური უნდა ეს რა თქმა უნდა წარუმატებელი პროექტი იყო, ერთ-ერთ წარმატებას წარმოადგენდა ჰეზბოლას შექმნა ლიბანში, რომელიც ასე ვთქვათ, მტრად თავი გახდა, ასე ვთქვათ, უშუალო სამეზობლოში ისრაელისა, ხო? და მეორე მომენტი მნიშვნელოვანი, კიდევ ერთ საინტერესო მომენტია, რომ 1980 წელს გაჩაღდა ომი ირანსა და ერაყს შორის. ერაყმა წამოიწყო ეს ომი და იმდენად, ასე ვთქვათ, რეჟიმის არაპროგნოზირებადობის გამო და საკმაოდ უკვე ტერორისტში დადანაშაულებების გამო, პრინციპში მთელი მსოფლიო რეალურად უფრო ერაყის მხარეს დადგა საბჭოთა კავშირიც, ამერიკის შეერთებული შტატებიც და დიდ სატანად აცხადებენ ამერიკას, პატარა სატანად ისრაელს და ეგ არის ცნობილი ისტორია, ეგ ეწოდებული ირანგეიტის ისტორია, როდესაც რაღაცა შახის დროინდელი შეიარაღებისთვის რაღაცა დეტალები ჭირდებოდათ ირანელებს თვითმფრინავებისთვის. ისრაელმა გადასცა. ბატონო? ისრაელმა აძლევდა ისრაელი გახდა შუამავალი ამერიკასა და ირანს შორის. ამ შემთხვევაში საქმე ის არის, რომ ისრაელს ძალიან სწორადაც და ძალიან ლოგიკურადაც აწყობდა რომელიმე მხარის, ანუ ერაყის ან ირანის ამ ომში სული გამარჯვება, ასე ვთქვათ, და მომხდე იყო ისო პარიტეტი, გარკვეულწილად ორივე ქვეყანა დასუსტებულიყო, ასე ვთქვათ, და პარიტეტი დაცულიყო, იმიტომ რომ ერაყში სხვადასხვა პერიოდში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა და ეს თავის დროზე 80-იან წლებში ისრაელმა დაბომბა ეს ადგილები, სადაც ეს ეს მოღვაწეობა მიმდინარეობდა ბირთვული იარაღის მისაღებად. მეორე მომენტი ის არის, რომ აბსოლუტური მიუღებლობა არის ისრაელის მიერ ირანის ხელისუფლებიდან. მეტიც ირანში რომ ლუკა შეიძინო, თქვათ, ახლო აღმოსავლეთის მსოფლიოს უკა, იქ აწერია ისრაელი, წერია პალესტინა ლუკას. მეტიც საერთოდ ხელმძღვანელობა თავს არიდებს იგივე სიტყვა ისრაელის ხსენებას უფრო ხშირად, სიონისტური რეჟიმი, სიონისტური წარმონაქმნი ამ ტერმინებს ხმარობენ და მოკლედ ესე ვთქვათ, რეგიონული თვალსაზრისით თავარი მტერი წარმოსახა და კიდევ ერთი ის, რომ ეს რევოლუცია თითქოს აი ჩვენ პატრიისტვის რომ მოსპოთ ქვეყანაზე რეგიონში, ასე ვთქვათ, ჩაქმნა და ეს ყველა წერილი, ასე ვთქვათ, ოფიციალური წერილი ირანული თავდებოდა ასეთი ფრაზით ჩაქრულების არანაკლებ დამოკიდებულება არსებობს ისრაელის მხრიდან, რომელიც მაგალითად ნათანიაჰუს გამოსვლები ვნახეს, როცა ის რაღაც 2000 წლის შემდეგ, 2005 წლიდან თუ არ ვცდები, ლაპარაკობს, რომ ირანი აპირებს ბირთვული პროგრამის გაძლიერებას და ნუ მოკლედ ეს დაპირისპირება მხოლოდ ირანიდან არ მოდის, მაგის თქმა მინდა. რა თქმა უნდა, არ მოდის. ბირთვულ პროგრამაზე, რომ ირანი მუშაობდა, გამჟღავნდა 2002 წელს.
ბირთვულ პროგრამაზე შახის ირანმა დაიწყო მუშაობა 1969 წელს. თუმცა იმ დროს ბუნებრივია ამას რაღაცა გარკვეული უსიამოვნებები და უკმაყოფილება არ მოხოლია პირიქით გერმანელების და საფრანგების დახმარებით მიმდინარეობდა ეს მუშაობა. ისრაელ 2002 წლის შემდეგ უკვე უწესდება ირანს სანქციები. ისრაელმა ეს აღიქვა და დღემდე აღიქვამს ეგზისტენციალურ საფრთხეთ იმას თუ ირანი შეიარაღდება ბირთვული იარაღით, ისრაელი დარწმუნებულია, რომ პირველი სამიზნე იქნება ისრაელი. მეორე მომენტი ის, რომ თავისი პროქსიების საშუალებით ეს პირველ რიგში ლაპარაკი არის ჰეზბოლაზე, ასევე შეუძლია დაარტყას ირანს ისრაელს. ანუ ის არის გამოიცხული თუ ბირთვული იარაღს მოიპოვებს, გადასცეს თავის მოკავშირეს. ბატონო გიორგი, ისე ერთი მომენტიც რო აღვნიშნოთ, თქვენი აზრით ერაყის მიერ ირანში ესე ვთქვათ ომის დაწყებამ ხო არ განაპირობა ისიც რომ ვთქვათ ისლამური რეჟიმი დაფიქრდა იმაზე რომ ჩვენ თუ კონვენციური ესე ვთქვათ სამხედრო კუთხით არ გვაქვს იმის საშუალება რომ დავჯაბნოთ მოწინააღმდეგე, მაშინ ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალება არის ბირთვული იარაღი და აი ხო არ უბიძგა მოკლედ ამ ერაყის და ჰუსეინის ნაბიჯმა? რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უბიძგა ეს ომი დაიწყო, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ასეც იქნებოდა მოუმზადებელი იყო ირანი და დაიწყო ერაყის უპირატესობა იყო და შემდეგ პარიტეტი დამყარდა და ერაყთან შედარებით თქვა ცოცხალი ძალის თვალსაზრისით ბევრად აჭარბებს ირანი, ამაზე არის ლაპარაკი, მაგრამ თავისთავად რა თქმა უნდა ეს იყო, ეს მომენტიც იყო, რომ ამ დროს გავიხსენოთ, რომ ერაყიც მუშაობდა ბირთვულ პროგრამაზე და მეორე გვერდით პაკისტანიც მუშაობდა, ხო, ბირთვულ პროგრამაზე და პაკისტანი საერთოდ ასე ვთქვათ თავარი ნარატივი გახდა პაკისტანისთვის, სახელმწიფოსთვის და ირანშიც ეს შეიძლება ასე ითქვას, რომ შეიარაღება იგივე ასე ვთქვათ განსაკუთრებით ძლიერი რაკეტებით და ბირთვული იარაღით. სწორედ ეს იდეა გაჩნდა ამ პერიოდიდან, თუმცა ბირთვული პროგრამა, რომელიც რევოლუციის შემდეგ შეწყდა, შახის დროინდელი ბირთვული პროგრამა, ამ პროგრამაზე მუშაობა აღდგა ალბათ სადღაც 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ხოლო 2002 წელს გამჟღავნდა, რომ ამ პროგრამაზე მუშაობდა ირანი. საკმაოდ ისეთი რთული ვითარება იყო იმ დროს, იმიტომ რომ პრეზიდენტი იყო ირანის ხათამი, საკმაოდ ისეთი რეფორმატორი და უფრო ლიბერალი და ასე ვთქვათ, აი ბირთვული პროგრამის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ის დათბობა, რომელიც მოხდა დასავლეთსა და ირანს შორის 90-იანი წლების მიწურულს და ახალი საუკუნის დასაწყისში, ისევ ასე ვთქვათ, ირლანდელ წერტილს დაუბრუნდა, ასე ვთქვათ. მოკლედ ჩვენ საუბრობდით იდეოლოგიური წინააღმდეგობა რა ქონდა ვთქვათ ისრაელთან ახალ ისლამურ რეჟიმს, ხო? აი ამ იდეოლოგიური წინააღმდეგობის პრაქტიკაში განხორციელება როგორ ხდება? მე გულისხმობ პროქსი ჯგუფების წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში ის არის, რომ აქ იდეოლოგია ნაკლებად ალბათ წინააღმდეგობა ის, რომ არის ის, რომ ისრაელი აღიქვამს ირანს ეგზისტენციურ საფრთხედ და ეს სხვათაშორის, ასე ვთქვათ, ასე არის აღქმული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, ხოლო ირანი ისრაელის არსებობას აღიქვამს როგორც, ასე ვთქვათ, ისტორიის შეცდომას. და ის რომ ეს არის არაბების მიწები, ეს არის მუსლიმების მიწები და ასე ვთქვათ, ებრაელები აქ ჩამოსახლებულები არიან, აი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ექსცენტრიული კონსერვატორი პრეზიდენტი ყავდათ ირანელებს, აჰმადი ნეჟადი, რომელიც მუდმივად ითხოვდა, რომ
ისრაელი გამქრალი იყო და იდეაც კი შესთავაზა ევროპელებს თუ ჰოლოკოსტზე ელაპარაკი ევროპელების მოწყობილია ჰოლოკოსტი და ადექიდათ ევროპაში შექმნით ებრაული სახელმწიფო. ანუ ეგ კიდე მეორე საკითხია, პრინციპში ევროპელებს აძლევდათ ხო ხელს, თქვათ პალესტინაში აი ამ ახალშენების გაჩენა და ასე შემდეგ. ეგ ალბათ უფრო შორს წაგვიყვანს, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ ისრაელსაც იგივე დამოკიდებულება აქვს პალესტინის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა არსებობდეს პალესტინის სახელმწიფო, ზოგადად გვახსოვს არანაკლებ მემარჯვენე რადიკალები. ნეთანიაჰუს ახლანდელი განცხადებები. ნეთანიაჰუს ბენ-გვირის განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ პალესტინელები უბრალოდ არ არსებობენ, ან მათი არსებობა შეცდომაა და ორი სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს რეგიონში. ამ მხრივ დიდად გამორჩეული ისიც არის, რომ ეხლა ეს ძალიან რთული საკითხია, ამაზე დავიწყოთ ლაპარაკი, ჩვენ ვერ დავასრულებთ. ერთადერთი იყო 90-იან წლებში სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებით, როდესაც პალესტინელებმა აღიარეს ისრაელის სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ისრაელის სახელმწიფომ აღიარა ის, რომ პალესტინელებს უფლება აქვს სახელმწიფოს შექმნისა. შედგას სპეციალური შეთანხმებას გულისხმობს, ხო? მაგრამ ამას განვითარება არ მოხოლია და იმდენად დიდი ეიფორია იყო ამის გამო, რომ იასერ არაფატს და იცხაკ რაბინს ნობელის პრემიას კი მიანიჭეს მშვიდობის დარგში, თუმცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა შემდეგ. ეხლა ისრაელის დამოკიდებულება ჩვენ ამ შემთხვევაში ერთი მხარეა ათალიან, მეორე მხარე მტყუარი, ამაზე არ არის ლაპარაკი. ისრაელის შემთხვევაში არის ის, რაც გაეროს აქვს აღიარებული, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ახალშენების მშენებლობები და ახალი დაბები იქნება, ხო? ისრაელი თავს იმართლებს იმით, რომ ძალიან დიდი არის და მძლავრი არის ემიგრაცია და არ აქვს ტერიტორია. ტერიტორია მართლაც არ აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ნეგევის უდაბნოს უკავია. მეორე მხრივ პალესტინელები ერთ-ერთი ყველაზე ასე თქვა ეს კონფლიქტი არის ტრაგიკული კონფლიქტია და რომელიც რა ვიცი საუკუნეზე თითქმის უკვე საუკუნე არის გრძელდება, თუმცა იმასაც აღნიშნავ, რომ ებრაელების ჩასახლება დაიწყო პალესტინის ტერიტორიაზე, ასეთი პრობლემა არ არსებობდა. პრობლემები შეიქმნა სადღაც 20-იან წლების მეორე ნახევრიდან, გასული საუკუნის 20-იან წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო ეს პრობლემა. დღეს ვითარება გვაქვს ისეთი, რომ ჩიხური სიტუაციაა, ხო, რეალურად. მეორე მხრივ არის ის, რომ ისრაელმა თავის დიპლომატიით და მოახერხა ის, რომ არაბულ ქვეყნებთან სერიოზულად გამოასწორა ურთიერთობა და მეორე კიდევ ერთი მომენტი არაბულ ქვეყნებში საკმაოდ გაძლიერდა ანტიპალესტინური განწყობები, რაც იყო კიდევაც და ცნობილი აბრაჰამის შეთანხმებებიც კი უნდა დადებულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა იქნებოდა ისრაელისა და არაბული ქვეყნების ურთიერთობებში, თუმცა სულაც არ იქნებოდა გარღვევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტაში. და სწორედ ეს ცნობილი 7 ოქტომბრის ტერაქტი რამდენიმე დღით ადრე მოხდა და ბუნებრივია ამ შეთანხმებაზე დღეს აღარ არის ლაპარაკი. ხა ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ დღეს ღაზას სექტორში წარმოუდგენელი ტრაგედია, ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება და მეორე მხრივ ისიც გვაქვს, რომ რა მასშტაბის და ასე ვთქვათ, გაუგონარი ტერაქტი მოაწყო ჰამასმა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელსაც მოყვა სწორედ ეს ოპერაცია. არის ისრაელისთვის დამახასიათებელი ასეთი რაღაცა, ბიბლიური ისო თქვა და კბილი-კბილის წილ კი არა, კბილები კბილის წილ, ასე ვთქვა, ათმაგად გაზღვევიდებ და ახლობებით აი ესეთი დამოკიდებულება არსებობს. მეორე მხრივ აი შეგვიძლია ვისაუბროთ ირანს და ისრაელს რო დაუბრუნდეთ პრინციპში ჰამასი ახსენეთ აი ამ პროქსი ესე ვთქვათ დაჯგუფებებზე ხო ჰამასი შექმნის ისტორიაც ვიცით რომელშიც ისრაელსაც თავისი წვლილი მიუძღვის პრინციპში თქვენ ოსლოს შეთანხმება ახსენეთ და არსებობდა ხო პალესტინაში სეკულარული უფრო პროგრესული წინააღმდეგობის მოძრაობა მაგრამ მაინც მოხდა საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის ესე ვთქვათ რაღაც ისლამისტური ელფერის მიცემა
და მოკლედ ირანმა კარგად გამოიყენა ეს თავისი მიზნების მისაღწევად იქნება ეს ჰამასი, ჰეზბოლა თუ რა ვიცი ჰუსიტები, რომლებიც პრინციპში დღეს უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აღარ არიან ისეთი ანგარის გასაწევები, როგორებიც იყვნენ რამდენიმე წლის წინ. ხო, აი რისი კითხვა მინდა იცით, რომ ხო არ მიდიოდა მოკლედ ეს კონფლიქტი ხო არ იყო გარდაუვალი განვითარების ლოგიკას რო შევხედოთ იქიდან გამომდინარე. აი 2023 წლის პერიოდიდან დღემდე. ხო, ისრაელმა ერთი მხრივ ეს რკალი გაარღვია და უკვე საბოლოო ჯამში მივიდა თავთან, ხო, რაც არის ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში თქვენ გულისხმობთ აი ამ ირანთან საომარი მოქმედებების წამოწევას. კი. დიახ, ბოლო. ეხლა აქ გადაუვალზე ლაპარაკი, როგორ ეხლა კი ისრაელი რო ამ ოპერაციისთვის ემზადებოდა ძალიან დიდი ხანია და წლების მანძილზე ამას ხო წყალი არ გაუღვა. ეს ფაქტი არის, იმიტომ რომ საოცარი ჯაშუშური ქსელი სხვა თუ არაფერი, ხო? ყველაფერი გაცვლილი იყო, რეალურად გაცვლილი იყო. ირანის ძალაც გაცვლილი იყო ისო, ირანს არ ჰქონდა, თქვათ, ეს რუსული ჰაესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, არაფერი არ აღმოჩნდა. ისრაელისთვის რაც შეეხება აქ სხვა საკითხი არის სხვაგვარად დგას, რატომ ახლა? რატომ აი ზუსტად ამ მომენტში? ხო, როცა თან მოლაპარაკებებიც მიდიოდა, ხო, თქვა ტრამპსა და ამ შემთხვევაში რა სიტუაცია გვაქვს, ორი ფაქტორი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი. ნუეთი ისო ტრამპი ალბათ დამეთანხმებითო ცოტა არაპროგნოზირებადი არათან მიმდევრულობით გამოირჩევა. ტრამპის პირველი ასე ვთქვათ, პრეზიდენტობის ხანაში ირანი იყო მთავარი მტერი, ბოლოტების ღერძის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ასე შემდეგ. ეხლა რატომღაც ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები წამოეწყო ამ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანთან და ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, გამოაცხადა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ავართ შეთანხმებასთან. და მართლაც აი ამ საომარი მოქმედებების დაწყებამდე 2 დღით ადრე, 2 დღის შემდეგ უნდა შემდგარიყო მუსკატში კიდევ ერთი მოლაპარაკებათა რაუნდი. მაგრამ რა სიტუაცია მივიღეთ, ის ერთი ძომ მსოფლიო ატომურმა სააგენტომ გამოაცხადა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ირანი არ ასრულებს მასზე დაკისებულ მოვალეობებს, გაამდიდრა უკვე 60%-მდე ურანი და 90%-მდე ძალიან ადვილად მივა ესე კი ბირთვული არის შექმნამდე რამდენიმე თვე არის დარჩენილი. მე ვიმეორებ ახლა მომთხოვთ ატომურ ფიზიკაში ცოდნას ბუნებრივია ატომური ფიზიკის რაღაც ნიუანსებში. და მეორე მომენტი იყო რა, რომ ასე ვთქვა ტრამპის განცხადებები, მაგრამ ირანული მხარე იძახის, რა კარგია მოლაპარაკებები რო გვაქვს, რა კარგია ჩვენ საერთო წერტილები მოვნახეთ, ასე ისე, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, ეს წითელი ხაზი არის ბირთვული პროგრამა, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას არ შევწყვეტ. ტრამპი ამბობს, მოლაპარაკებები კარგია, მაგრამ თავარი არის ეს მოლაპარაკებები მიზანი არის, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეწყდეს მუშაობა, ხო? ორი შეუთანხმებელი პოზიცია გვაქვს. ისე ბოლო შეთანხმების ტექსტი რაც იყო, რაც მედიაში გავრცელდა, იქ ურანის გამდიდრება რაღაცა სამოქალაქო მიზნით შესაძლებელია. დაუტოვეს და აი უბრალოდ ხო, პარადოქსული რა არის, იცით რომ ერთი საკითხია ეს მნიშვნელოვანი, რომ სხვა შორის ამას რატომღაც არ აქცევ როგორც უცხოელი ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპის გუნდი შედარებით სუსტი გუნდი წარადგინა ამ მოლაპარაკებებზე ტრამპმა, ასე ვთქვათ, კარგად აჩახედული, მაგრამ რაც შეეხება ეს ეტაპობრივ გამდიდრებას, გავიხსენებ ისევ ისტორიას, რომ სწორედ ეტაპობრივ გამდიდრებაზე იყო შეთანხმება ეს ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც ობამას დროს დაიდო, ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელიწადს და ირანს სანქციების დიდი ნაწილი მოიხსნა, მოვიდა თუ არა შემდეგ ტრამპი
მან კატეგორიულად ის გამოვიდა, ესე იგი, რას ითვალისწინებდა ესო, ასე ვთქვათ, ირანს არ გაემდიდრებინა ურანი იმდენად, ყოველწლიურად, რომ აი ბომბის შექმნამდე მისულიყო. არავითარი, ასე ვთქვათ, ირანელების ნდობა არ არსებობს, ტრამპმა მაშინ გამოაცხადა და გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ეხლა თუ ხელს მოაწერდა პრაქტიკულად იგივეს, ხო, რომლის კონტროლიც ატომურმა სააგენტომ თქვა, რომ ჩვენ ვერ შევძელით მთლიანი კონტროლი ამ ისა ირანის ატომური პროგრამისა, იგივე შედეგს მივიღებდით, ხომ რეალურად. ამიტომ შეთანხმება, რასაც შეეხება შეთანხმებაში, არსებობდა ორი, ასე ვთქვათ, შეუთავსებელი პოზიცია, არის ერთი მორჩიან პროგრამას, მეორე ეს წითელი ხაზია და ჩვენ პროგრამას არ გავაჩერებთ. ანუ ნეთანიაჰუ თან საბოლოო ჯამში ითხოვდა, ანუ არ უნდოდა, ხო? ლაპარაკებებიც აზრი არა აქვს ამას. და მაშინაც აი ამ ობამას შეთანხმებით დიდად არ იყო რაღაც კმაყოფილი და მე მახსოვს ტრამპი ჰილარი კლინტონთან დებატები რო იყო წინასაარჩევნო, იქ მახსოვს როგორ ამბობდა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი შეთანხმება, რაც კი დაუდია ამერიკის ხელისუფლებას ვინმესთან. და მოკლედ გასაგები იყო, რომ ტრამპი თუ განიმარჯვებდა, მაგ შეთანხმებას დატოვებდა. მაგრამ აქ მეორე ამბავია, რომ თქვენც ახსენეთ, რომ აი კვირას უნდა ყოფილიყო კიდე ერთი შეხვედრა, ანუ მე დამრჩაში თავეჭდილობა, რომ ნეთანიაჰუმ, ну, ცხადია ამერიკელები ამობენ, რომ ყველაფერი უცოდით, რომ მაინც თავისი გაიტანა პრინციპში და ამ კაც შეთანხმების გაგონება არ უნდა ზოგადად. როგორი შეთანხმებაც არ უნდა იყოს, რა? თან მეორე მხრივ გვახსოვს ზელენსკისთან ოვალურ კაბინეტში მისი საუბარი, რომ როცა ეუბნებოდა, რომ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებიოდა, ანუ თან ეს ომი იმდენად არ ვიცი ხო ანუ ამერიკის ანუ არავისთვის რაღაც მომგებიანი არ უნდა იყოს და თან მართლაც მესამე მსოფლიო ომის რა ვიცი დიდი საფრთხე ისე კითხვის სახით რო ჩამოვაყალიბოთ რა ის სტრატეგიულად ორი მიზანია ხო ერთი ეს ბირთვული პროგრამა რო გაჩერდეს და მეორე მხრივ ამბობენ რომ თქვათ ნეთანიაჰუმას თქვა რომ რეჟიმის შეცვლა არის ერთ-ერთი მიზანი აი ცოტა ესე თქვა დეტალებში უნდა შევიდეთ ამ შემთხვევაში და ის არის მიზანი ის არის აცხადებს აი ძალიან კარგი შეიძლება ჩვენ ვიცით ხამენეისაც შეგვიძლია მივწოდეთ და ასე შემდეგ მაგრამ ისრაელის მიზანი არის ბირთვული პროგრამის გაჩერება ვინ იყო ისრაელის სამიზნე ამ წერტილოვანი დატყვების დროს და ვინ არის კიდევ გრძელდება მაგრამ ჩემი აზრით დიდხანს არ გაგრძელდება გამომდინარე იქედან ძალიან დიდი საფასური აქვს იგივე ისრაელისთვის ამ ომს ეკონომიკურად ძალიან მძიმე ასე ვთქვათ ტვირთი არის ისრაელისთვის სამიზნე იყო ბირთვული ობიექტები და არის სამიზნე არის სარაკეტო დანადგარების ობიექტები სამიზნე არის სამხედრო ხელმძღვანელობა სამიზნე არის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერები ხო ეხლა გარედან ამ დარტყმებით რა თქმა უნდა ისრაელს არ შეუძლია და ეს გამორიცხულია რომ ქვეყანაში წყობა შეცვლოს ხო მეორე ვარიანტი არის რომ შეერთებული შტატები ჩაერთოს ამ პროცესებში თუმცა ხო იგივე ტრამპის ცოტა გაუგებარი იყო ჯერ თქვა არავინ არ იცის ჩავერთვები თუ არა და მათ შორის მეც არ ვიციო ეხლა ოკვირიან ვადაზე ლაპარაკობს ხო თქვა რომ ორი კვირის ვადაში გადაწყდებაო ახლა ამერიკას აქვს შესაძლებლობა იმისა რომ ასე ვთქვათ აი ეს ახალსავამბობ რომ ეს ხმა მიწის ქვეშ განლაგებული ეს ასე ვთქვათ ობიექტები დაბომბოს. ხა რაც შეეხება რეგიონული და მსოფლიო ომის გაჩაღებას აქ ცოტა სხვანაირად საქმე რომ ახლა ირანს არ ყავს მოკავშირე ისეთი რომელიც მისი გულისთვის მსოფლიო ომს წამოიწყებს. რუსეთის პოზიცია საკმაოდ კაფიო არის და დიდი უკმაყოფილებას გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილებას ირანში. რუსეთი რეალურად არ ერევა, უბრალოდ გამოაცხადა, რომ ეცია არის, რომ ისრაელი ძალიან ცუდად მოიქცა და მოჩა.
ტრამპს ურჩია რომ არ ხო, ჩაერთო. მეორე რუსეთის სულ არ არის იმისი მოსულნე, რომ ირანი აღიჭუროს ბირთვული იარაღით. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთზე, ხო, ორი მნიშვნელოვანი აქტორი, ვინც შეიძლება ვახსენოთ ირანთან დაკავშირებით, ხო? ჩინეთმა თითქოს რაღაცა მიაწოდა ირანს, რაღაც მნიშვნელოვანი ჩინეთი ზავით შემთხვევაში არ ჩაერთვება ამ ომში. მეორე გავიხსენებთ ის რა სიტუაცია არის, ეს არის სპარსეთის ყურესთან დაკავშირებული. სპარსეთის ყურე უმნიშვნელოვანესია, ხო? ენერგომატარებლებით სოფლიოს მომარაგებაში. ხო? ეხლა თუ ირანმა უწევ აიღო და გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, ამას აუცილებლად მოყვება ძალიან მკაცრი რეაქცია შეერთებული შტატებისგან. და გავიხსენოთ ისიც, რომ ახლა პრინციპში ბოლო პერიოდში გამოსწოდა ურთიერთობა, მაგრამ თავის არაბ მეზობლებთანაც არც თუ ისე, ასე ვთქვათ, სპარსეთის ყურის ქვეყნებს გულისხმობ, არც თუ ისე უგებლო ურთიერთობები ჰქონდა ირანს და ეს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები არის, ეს მდიდარი ქვეყნები არის, რომლებსაც აინტერესებთ პირველ რიგში სტაბილურობა, სულ არ აინტერესებთ ირანში რა რეჟიმი იქნება. და აინტერესებთ ის, რომ საკუთარი სიმდიდრე შეინარჩუნონ და გაამრავლონ ეს სიმდიდრე, ხო? ეხლა მეორე კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ასე ვთქვათ, არ არის გამოკვეთილი და ამის შესახებ ლაპარაკი იშვიათად არის, ნავთობის ფაქტორი, რომ აი მოიმატა თითქოს ნავთობის ბასმა, მაგრამ ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტი არის, ირანს არავითარია, ვთქვათ, მნიშვნელოვანი წილი დღევანდელ მსოფლიოს მომარაგებაში არ აქვს. ერთადერთი მყიდველი ყავს ჩინეთი და ისიც მნიშვნელოვანი არის და უაღრესად დაბალ ფასად ყიდის ჩინეთზე. ირანის წილი მსოფლიო ნავთობით ვაჭრობაში შეადგენს რაღაცა 1,7% არის სულ დღეს, რომლის ამოვსებაც სანქციები დაწესდეს და ასე შემდეგ, შედეგად ის რაც მცირე, ასე ვთქვათ, გასასვლელი აქვს ჩინეთზე ისიც რომ მოუხსნან, ეს ბაზარზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. ამიტომ რაღაცა რეგიონულ ომზე და სოფლიო ომზე ლაპარაკი მე გადაჭერბებული ლოგიკური, ასე ვთქვათ, თვალთახედვიდან გადაჭარბებულად მიმაჩნია დღევანდელ ვითარებაში, გადაჭარბებულად მიმაჩნია ისიც, რომ შესაძლებელია ირანის რეჟიმის შეცვლა, ასე ვთქვათ, ოპერაციით, სამხედრო ოპერაციით, თუ სულ მასშტაბიან ომზე მიდგა საქმე და იმედია არ მიდგება საქმე ამაზე და ამის ნიშნები პრინციპში არც არის. ამ შემთხვევაში კიდე რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღევანდელ ვითარებაში ძალიან დასუსტებულია ირანის რეჟიმი, მაგრამ ირანის რეჟიმს დღეს, ასე ვთქვათ, რეალური ჩამოშლა არ ემუქრება. თუ რაღაცა მოხდა ამ ქვეყანაში, უფრო ხანგრძლივად პერსპექტივაში მოხდება და შიგნიდან მოხდება. ხო, მეც ასე მგონია, რომ ირანელი ხალხი თუ გათავისუფლდება და თუ იპოვის ამ გზას, თავის ანუ შიგნიდან უნდა იპოვოს, ხო, ალბათ. გეთანხმებით. ხო, რაღაც ინფორმაციებიც იყო, ხო, რომ ეს აიათოლა ხამენეი, ალი ხამენეი აპირებს გაქცევას და იქ მოსკოვში უკვე გამზადებული არის რაღაცა სასტუმროს ნომერი, სადაც უნდა. ეს არის იმდენი ჭორებია და ისეთი fake ვიდეოები ვრცელდება კიდე, რომ სასწაულია საერთოდ. ხო, აი, თქვენ ბოლოსკენ რო წავიდეთ, ახსენეთ შტატების ჩართვა და არ ვიცი, რამდენად, ხო, პრინციპში არაპროგნოზირებადი ამბავია, ხო? თითქოს არანაირი სტრატეგია არ აქვს და მეორე მხრივ ორი ბანაკია იქაც, ხო? ერთი რაღაც ეს ტაკერ კარლსონის და მაგას ხალხი და მეორე ეს ნეოკონები, რომლებიც უფრო მეტად მილტვიან ამ ამბისკენ და. ხო, ну, ასე ვთქვათ, იზოლაციონისტები და ჩათვის მომხრეები და ყოველ შემთხვევაში და ტრამპზე არის გადაწყვეტილების მიღება. ну, ეს დაატყმა რომ მიაყენოს. ეხლა აქ არის მეორე საკითხი არის, რას გააკეთებს ირანი. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა თუ მოინდომა, აუცილებლად იქნება ამერიკის ძალიან ხისტი პასუხი ამ შემთხვევაში, მაგრამ დაბომბავს თუ არ დაბომბავს აი მიწისქვეშა საცავებსა ბირთვული მასალების, ეს ორ კვირაში გვეწოდინება, ასე გვითხრეს. ამერიკელებმა, ასე თქვა, ტრამპმა, მაგრამ ერთი არის, რომ ეხლა ბუნებრივია, ასე ვთქვათ, შესუსტდა
ირანის როგორც ბირთვული შემძლეობა, ანუ ეს პროგრამის განხორციელების ვადები შეიძლება გადაიწია ისრაელის დარტყმების შედეგად და ბუნებრივია ზოგადად შესუსტდა ირანის სამხედრო შემძლეობაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, ან რეჟიმი ჩამოიშლება, ან ვთქვათ, ხვალ აბსოლუტურად სხვა რეალობა გვექნება მსოფლიოში. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვთქვათ, რეჟიმი ამ ასე ვთქვათ, ინტერვენციის შედეგად ჩამოიშალა, ხო? და გააგდეს, ვთქვათ, იგივე ერაყიდან, მაგრამ იგივე ერაყი და იგივე სირია რო წარმოვიდგინოთ, მათგან განსხვავებით ირანი შემდგარი ქვეყანა არის ყველა ქვეყანაზე რაღაცა პრობლემები აქვს, ხო, სეპარატისტული პრობლემები ამ რეგიონში და სხვაგანაც ირანს მიუხედავად იმისა, რომ ეს მრავალეთნიკური ქვეყანა არის, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცა სეპარატისტული განწყობებიც, მაგრამ ძალიან მცირე არის თუ შევადარებთ, აი ვთქვათ, მის მეზობელ ქვეყნებს და ასე ვთქვათ, ეს საზოგადოება ბევრად უფრო შეკრული არის, შეიძლება ითქვას და სახელმწიფო შემდგარი სახელმწიფო ვიდრე მისი მეზობელი სახელმწიფოები. კარგით, შეუძლია რომ პრინციპში დავასრულოთ. დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნახვამდის და დროებით. კარგად. ნახვამდის. აი ჩვენ შეუძლია პრინციპში თქვათ 1-2 სიტყვა. მე ეგეთი შთაბეჭდილება მაქვს რა და მე არ ვიცი შენს. მოგისმენ ანუ თუ საბოლოო ჯამში ეს ოპერაცია თუ არ ვიცი რა შეგვიძლია დავარქვათ ამ ამბავს რაღაცა მხრივ ძალიან ცუდად ჟღერს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მერე. ხო, ნუ ამას შეიძლება პრინციპში უფრო ერქვას ოპერაცია, ხო, მაგრამ კაი, მოდი, არ ვიცი, სამხედრო ინტერვენცია დავარქვათ. მოკლედ ალბათ ისრაელის და რა ვიცი, ამერიკის გადმოსახედიდანაც და ნეთანიაჰუს პრინციპში ამას ცდილობს, რომ თუ ეს ბოლომდე არ მივიდა, თქვათ ის მიწისქვეშა ბუნკერებიც, არ ვიცი, თუ არ გაუნადგურეს, წეგან ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ ჰუსეინის იქ შესვლამ და ერაყის იქ შესვლამ, რომელიც ამერიკის ხელშეწყობით მოხდა, განაპირობა ის, რომ ირანმა გააქტიურა ეს ბირთვული პროგრამა, ეხლაც არანაირი გარანტია არ არის, რომ ანუ შენ თუ სხვა გზას არ უტოვებ სიტყვაზე, ამ შემთხვევაში ირანს, ხო, ანუ თავს ესხმი და ის შენ თუ კონვენციური იარაღით ვერ გიწევს წინააღმდეგობას და დაუცველია, ერთადერთი გზა არის ბირთვული იარაღი, აუც პუტინი რას ამბობდა აგე, რომ რაღაც ბირთვული იარაღს გამოვიყენებო, ხო და ბაიდენს მართლა შეეშინდა და უკან დაიხიეს. ხო და მე არ ვიცი ესე ტექნიკურ დონეზე რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ისრაელმა და პრინციპში ამერიკამ, ხო, ირანს და რამდენი წლით შეიძლება შეფერხდეს ეს. ხო, ზოგადად ანუ არ გვაქვს ზუსტი წარმოდგენა ირანის ხო, ნუ პოტენციალზე. ხო და ანუ რეჟიმის შეცვლადაც რომ ლაპარაკობენ, ფაქტია რომ ალბათ ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი პრინციპში ეგეცაა, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი ესე შენარჩუნდა და ინფრასტრუქტურა რომც დაუბომბონ, რა ვიცი 1 და 2 წლის მერე არავის არ აქვს იმის გარანტია, რომ ამ იარაღს მართლა არ გააკეთებენ წმინდად რაღაცა პრაგმატული მიზნებით, ხო? ხო და ამ პროცესში მე პირადად ძალიან მაკლია თვითონ ირანელი ხალხს, ანუ ირანელ ხალხზე არავინ ლაპარაკობს. ზოგადად აი ისრაელის სახელმწიფოზე ლაპარაკობთ და ასევე ვლაპარაკობთ ებრაელ ხალხზე, რომელსაც ანუ ათასობით ძალიან ბევრი ტანჯვა და ბევრი რაღაცაა გამოვლილი და ირანელ ხალხზე ამ პროცესში საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს, მხოლოდ რაღაც ემანსიპაციაზე ლაპარაკობენ მათ გარეშე, გათავისუფლებაზე ლაპარაკობენ მათ გარეშე, ამ რაღაც ხომეინზე ლაპარაკობენ მათ გარეშე და ზოგადად არ ვიცი, ხო, ძალიან ისეთი პროცესია ჩემთვის ეგ ყველაზე მეტად საგულისხმო. ხო, ანუ მეორე ამბავი კიდე ის არის, რომ აი ამ ყველაფერს როცა გეოპოლიტიკური პერსპექტივიდან უყურებთ წმინდა და როცა ეს აღიქმება რაღაც თამაშად და აქ როცა არ ითვალისწინებ. ხო, ნუ ადამიანების სიცოცხლეს, ხო, არ ვიცი, ცხოვრებას და ასე შემდეგ, მე ყველაფერი დაიყვანება იქამდე ვინსა და როდის დააჭერს რაღაცა რაკეტას თითს. ხო, ეს კომპიუტერული თამაშის დონეზე რო უყურებ რაღაცას, არ ვიცი, ეგ რანაირად შეიძლება
ამას რანაირად შეიძლება ნორმალური ის რეჟიმის სრულებას რაც შეეხება თალიბანის მაგალითი ვახსენეთ ჩვენ რა ავღანეთში შევიდნენ და შეცვალეს რეჟიმი და დემოკრატიის ექსპორტი იყო ბრჭყალებში ვითომ და ამარა გამოიწვია ვნახეთ ხო როგორც კი გაიყვანა ამერიკამ ჯარები ისევ იგივეში დაბრუნდნენ და გათავისუფლება და ემანსიპაცია გარედან არ ხდება რა ამას გინდა ისტორიული პერსპექტივიდან შევხედოთ, გინდა თეორიული პერსპექტივიდან. და თან თუ გათავისუფლებაზე და ემანსიპაციაზე და სეკულარიზმზე ვლაპარაკობთ, ნეთანიაჰუ არანაკლებად ისა, რა ქვია, ფუნდამენტალისტი და რაღაც 1000 ისეთი იდეით შეპყრობილი, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებს არ უნდა ახასიათებდეს და მაგაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ხო, ანუ აქ საბოლოო ჯამში არ არის საუბარი რაღაც ხალხებზე და ხალხების დაპირისპირებაზე, ეს არის ტოტალური ომის დოქტრინა, როდესაც ბანაკებად არიან ხო დაყოფილები და ეს ბანაკები თავიანთი, არ ვიცი, მერკანტილური, ბრუტალური და როგორ თქვა, არასახალხო და ანტისახალხო ინტერესებით ერთმანეთს სწოვენ სისხლს და მოკლედ აი ამ ბრუტალურ თამაში ჩვენ მხარეს არ ურჩევთ, ხო? ანუ ხალხის მხარეს და ანუ პროგრესი არც ერთ მხარეს არ არის რა. რაღაც ეს კამპისტური ამბავი რომ მიდის ხოლმე რომ თითქოს ანუ გასაგებია ხა ინტერვიუში ვსაუბრობდით რომ 50-იანი წლების დასაწყისში პირდაპირ დასავლეთის ჩარევით იქ მოხდა რეჟიმის დამხობა და 10 თვის წერტილად არ ვიცი რა უნდა ავიღოთ რომ საბოლოო ჯამში რაღაც დასავლური კოლონიალიზმი ვერ გამართლდება ხო ერავის თვალში მაგრამ მეორე მხრივ ამან იქამდე არ უნდა მიგვიყვანოს რომ აიათოლების რეჟიმი გავამართლოთ და რამდენიმე წლის წინ ვნახეთ ჩვენ იქ როგორი პროტესტი ქონდა ხალხს და სამწუხაროდ ვერ მოხდა ხო იქ იმ მიზნის მიღწევა რაც ქონდათ ადამიანებს და ეს თუ მოხდება, უნდა მოხდეს ისევ ირანელი ხალხის ძალისხმევით და ამას ნეთანიაჰუს მოწოდებები და ვიღაც ფაშისტების მოწოდებები არ ჭირდება. თუნდაც ის მერცის განცხადება, რომ ნეთანიაჰუ ჩვენს ბინძურ საქმეს აკეთებსო და რა ვიცი, ანუ ხო. მეორე მხრივ კიდე ტრამპიც აგონიაშია ვერ ხვდება რა გააკეთოს, იმიტომ რომ მეორე მხრივ ეს შენ რაც ამობძეღა რომ იზოლაციონიზმს გადაგებდა მთელი ეს თვეები რაც მეორე დაირჩიეს და მეორე მხრივ ეხა რაღაცა პასუხი უნდა გასცეს ირანს და ხო ხო მეორე მხრივ კიდე რა არიცი თან ტარიფები როგორც დააბრუნა უკან და როგორც ათამაშებდა ამას ეს ხო ეხა ბომბს უკან ვერ დააბრუნა რევერს ვერ გაუკეთებს ხო მეორე მხრივ კიდე ისიც არის რომ თქვათ ერაყის შეჭრამ ირანში თავისი ესე ვთქვათ ნაღმები დატოვა და მოკლედ ეს გარედან ესეთი უხეში ჩარევები, ანუ თუნდაც დღესაც რომ ამ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიონ, რაც აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონი დამშვიდდება, რომ იქ პროგრესი გაიმარჯვებს და არაფერი საშიშროება აღარ იქნება. ხო, ნეთანიაჰუ როგორც ამბობს, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთ შეუცვალეთ ისო სახეო და ახლა მსოფლიოს უცვლით სახესო და ვერავინ ვერ შეუცვლის ესე ძალდატანებით და გარედან ვერაფერს სახეს და მივიღებთ რამდენიმე წლის მერე ისევ ტერორიზმის სახით ამ პასუხს არ ვიცი ღაზაში რასაც აკეთებენ ახლა ეგ არ წაიშლება ეკვალი იმ ხალხს მუდმივად ემახსოვრება ის რაც ისრაელმა გააკეთა და რომ ისრაელი არის აგრესორი და ამას მოყვება პასუხი ხო ისე როგორც ნაციზმის და ფაშიზმის კვალი არ წაშლილა და არც უნდა წაიშალოს ალბათ იმიტომ რომ ისტორია იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ რაღაცებზე ვისწავლოთ და ანუ ეს კვალი თუ წავშალეთ სასწავლის არაფერი იქნება და ამიტომ ხო ეს გაკვეთილები რომელსაც შეიძლება ვიღაცების სიცოცხლის ფასად ვსწავლობთ მათი სიცოცხლის რაღაც უკდავსაყოფად ალბათ არ უნდა დავივიწყოთ რა. ხო, ანუ რეალპოლიტიკის თვალსაზრისიდან ირანი რასაც აკეთებდა, ხო, ამ ისლამური რევოლუციის მერე გასაგებია და ანუ გასაგებია მერე რასაც აკეთებდა ამერიკა და ისრაელი. ანუ როცა ერთი მხრივ თავს მოხოვული გაქვს რაღაცა და ეს შაჰის რეჟიმი მერე რაც იყო, ანუ ფაქტია რომ ეს არ ყოფილა ხალხის არჩევანი, ანუ ხალხის არჩევანი იყო რა ვიცი მოსადეყის პრემიერ-მინისტრი მოსადეყი ხო ანუ გასაგებია რა ის რომ რაღაცა ისრაელი და ამერიკა
ანუ ამ ორი სახელმწიფოსადმი ესეთი მტრული განწყობები გაჩნდა ისტორიულად იხსნება რა ეგ ამბავი. ხო, თან შაჰის მმართველობაზე ჩვენში რაც გამიგია წარმოადგენები, ძირითადად ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. რომ აი ირანელი ქალები ჩადრის გარეთ დადიოდნენ და რაღაც ფერადად ეცვათ. ეგ არის მთელი წარმოდგენა, მე რაც მინახავს ქართულ პოპ რაღაც Facebook ფოლკლორში ეგრე. და მეორე მხრივ ხო ანუ ვიცით რომ შაჰის რეჟიმიც იყო საკმაოდ ავტორიტარული და რეპრესიული. ამიტომ ესე როგორ თქვა რაღაც 60 წელზე არ ჩდება ესეთი კონფლიქტები და როგორც ისრაელზე და პალესტინაზე არ შეიძლება 2023 წლის რა ვიცი ტერაქტი დავარქვათ კი ბატონო აქედან რომ დაიწყო თათვლა იმიტომ რომ აბსოლუტურად დამახინჯებულ და არასრულყოფილ სურათს მოგცემს ისევ არ შეიძლება ირანის და ისრაელის კონფლიქტზე ლაპარაკი არ ვიცი 13 ივნისს დაიწყო ეს თუ რომ ხო ივნისის თვიდან და არც ის მოგცემს სრულ სურათს თუ ვილაპარაკებთ ხოლმე და იმ ბირთვულ შეთანხმებაზე რა მეორე ამბავი ისიცაა რომ ამ მედიაში რაც ვრცელდებოდა ეგ წინასწარ დაგეგმილი თამაში იყო ვითომ ტრამპს უნდა მოლაპარაკება ამ უიტკოვს აგზავნიდა ნეთანიაჰუს აჩერებდა აქსიოსი აქ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ რომ ნეთანიაჰუს უთხრეს რომ გაჩერდი არაფერი იქნა და ნეთანიაჰუმაც და მოკლედ ისრაელის მხარემაც დაუჯერა თითქოს ტრამპს და ბიქ ნეთანიაჰუს შვილის ქორწილი მოკლედ თელი ეს გადაიდო ამის გამო და რაღაც არა ვითომ ანუ ქორწილს გეგმავსო აგერო კვირასო და იმ ხელამსხვერპლი გაიღო რომ აი თავის ხო მე გადაიდო და ანუ იმაზეცა ლაპარაკი რომ მოკლედ წინასწარ გათამაშებული სცენარი იყო და ზუსტად შერჩეული მომენტი როცა ყველაზე მეტად იყო დასუსტებული ირანი რაც პრინციპში ჰუსეინის შეჭრის ანუ ერაყის შეჭრის დროსაც სუსტი იყო ირანი და კიდე ყველაზე ამორალური ამბავი ისაა რომ ის ჰუსეინი რომელიც იყო დასაყრდენი რეგიონში შემდეგ გახდა როცა უმართავი ფიგურა გახდა ამერიკისთვის და ჯერ სპარსეთის ყურეშიც როცა ამერიკამ განახორციელა ოპერაცია მაშინ არ ჩამოაგდეს ჰუსეინი იმიტომ რომ არ იცოდნენ შეიძლება ამას უარეს შედეგი მოყოლოდა ხო და ირანის არ ვიცი უფრო მეტად აღზევება და მე როცა დაჭირდათ მე ჩამოაგდეს ხო ნახეთ მისი და დასასრული და ერაყლები ახლა როგორ ცხოვრობენ მაგასაც ვხედავ და მაგას 100,000 ადამიანის სიცოცხლე რო შეეწირა ხო აი ამ თამაშებს და ერაყელებს გულისხმობ მე და მე ანუ უწყლობით და აი ამ დაბინძურებული წყლით რო დაიხოცა იმდენი ბავშვი ეგ აღარავის აღარ ახსოვს ზოგადად რა შედეგები მოსდევს არ ვიცი იმას რაც აი ტაკერ კარლსონის შოუში იყო ხო ეს კრუზი სრული იდიოტი ხო ანუ საერთოდ ვინ მართავს და ვინ არიან ეს ხალხი გაუგებარია ანუ თავისი რწმენების თავისი რაღაც იდეოლოგიური რწმენებშიც კი მაგისი ცოდნითაც არიწუხებს თავს. ხო, ანუ მოკლედ მაყურებლისთვის რო თქვათ, ანუ ტაკერ კარლსონთან იყო ტედ კრუზი მისული, რომელიც ამბობს, რომ ამერიკა ისრაელს იმიტომ უნდა დაეხმაროს ამ კონფლიქტში, რომ ბიბლიაში წერია, ღმერთი ამბობს, რომ ისრაელს, ანუ ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, რომ ისრაელს გვერდით დაუდგეს და ისე მეორე მხრივ ეს ტაკერ კარლსონის ამბავი რო აიტაცეს, ხო, ანუ ადგილობრივმა, ესე ვთქვათ, Facebook მომხმარებლებმა და ასე შემდეგ და რაღაც ტაკერ კარლსონი იმიტომ კი არ ამბობს იმას, რომ ირანს არ დავარტყათო, რომ რაღაც გონება გაიხსნა. არამედ იმიტომ, რომ 10 მილიონი illegal alien, ანუ არალეგალი უცხო პლანეტელები თუ არ ვიცი, უცხოები უნდა გაყარონ თავიანთი ქვეყნიდან, ანუ ტაკერ კარლსონს და მაგას სასტავს ბრჭყალებში თავისი ფაშისტური პროექტი აქვს შიგნით და იმაზე არიან გამეცადინებულები, ამიტომ ხო, რაღაც უფრო იზოლაციონისტ. ხო, კომპასი მაინც უნდა გავასწოროთ და რაც არ უნდა მართალი იყოს ახლა ტედ კრუსთან. ალბათ მოემზადა და ნახა რომ ირანის მოსახლეობა 90 მილიონზე მეტია და რაღაც ანუ ტაკერ კარლსონიც ზუსტად იგივე თანაბის და ყალიბის იდიოტია, როგორიც არის კრუზი. ხო, შეგვიძლია დავასრულოთ, იმიტომ რომ ანუ ჩემი აზრით, ჩვენი აზრით ეს კონფლიქტი
იმედი არ გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ამას მაინც მივყვებით, იმიტომ რომ არ ვიცი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფლიქტი და რაღაც ისტორია და რაღაც გამოცდილება, რომელსაც ეხა უყურებს და ჩვენთვის ამის გაანალიზება მნიშვნელოვანია არამატო სამხედრო მხრიდან, არამედ რაღაც სოციალური, კულტურული, პოლიტიკური. ისიც დავანონსოთ, რომ ჩვენ ვებგვერდზე წესით და რიგით მალე დაიდება ირანული პერსპექტივაც. ირანულ პერსპექტივაში გულისხმობ ჩაოლებრივი ესე ვთქვათ, ირანელების ყოფას რაც ეხება, ხო? აი ამ ქვევიდან დანახული და არ ვიცი, ქვევიდან წამოსული თვალსაზრისი, ხო, რა შეიძლება იყოს ამ კონფლიქტის შესახებ და ამ ინტერვიუსაც წერილობით გამოქვეყნდება, იმიტომ რომ ამის ასე ვთქვათ ინტერვიუს თუ წერილის ავტორი იძულებულია რომ იყოს ნიკნეიმით, ფსევდონიმით დაწეროს. ინტერვიუს ერიდება. მოკლედ დასასრულს შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების კანონების გამო ჩვენ მძიმე ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მაყურებელმა, ჩვენმა ფოლოვერებმა დაგვაფინანსონ, ყოველთვიურად გამოგვიწერონ და დონაცია გაგვიკეთონ. დონაციის ლინკი ასევე კომენტარებში დავაკომენტარებთ და ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებსაიტზე მაუწყებელი G და ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, ამ რეპრესიული კანონების ფონზე ჩვენ სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელმედია, სულ უფრო და უფრო უჭირს არსებობა და მუშაობა და იმისათვის რომ ჩვენ არ გავჩერდეთ და ვიყოთ ყველგან, ამისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გამოყვებით, მოიწონეთ, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ. არ გვაგინოთ. მადლობა და დროებით მომავალ შეხვედრამდე. დროებით.